დღეს იწურება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს მთავრობის მხრიდან პასუხის ვადა. გაგახსენებთ, რომ ევროკომისიამ, ანუ შემადგენლობამ თითო მინისტრისა თითო ქვეყნიდან, ევროკავშირის წევრების ქვეყნიდან მიწერა წერილი ამ წლის ივლისში საქართველოს დროებით ადმინისტრაციას. და მოსთხოვა ახსნა განმარტება მთელ რიგ რეფორმებზე და საკითხებზე, როგორ მიდის მუშაობა და არის თუ არა გადადგმული რაიმე პროგრესია ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ემიგრაციის საკითხი იყო აქ ერთ-ერთი. ქართული ოცნება ამას არ საუბრობს, სულ სხვა თემებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ სინამდვილეში ორი საკითხი 9 საკითხიდან ეხება ემიგრაციის მოწესრიგებას. პირდაპირ არის მითითებული, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გაამკაცროს საზღვრებზე კონტროლი. უნდა გაამკაცროს სავიზო რეჟიმი, რომ საქართველოსდან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ხვდება ევროკავშირის ტერიტორიაზე და ეს პრობლემებს იწვევს. აი ეს ყველაფერი ჩამოთვლილია იმ მოთხოვნებში, იმ წერილში, რომელიც 15 ივლისს გამოქვეყნდა. საქართველოს დროებით ადმინისტრაციას ვადა მიეცა 1 სექტემბრამდე, რომ წარმოადგინოს დასაბუთება და ახსნა განმარტები რაიმე პროგრესია აქ არის თუ არა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ამასობაში საქართველოს პარლამენტი არის შვებულებაში. ის დაიწყებს მუშაობას შემოდგომაზე, საშემოდგომო სესიაზე და შესაბამისად თუ ექნებოდა სურვილი, ის მანამდეც, რა თქმა უნდა, მანამდეც რიგარეშე სესიას მოიწევდა და მანამდეც ბევრი დრო ქონდა, უკვე წლები ქონდა საქართველოს დროების ადმინისტრაციას მიეღო ის კანონები, რომელსაც ჩვენ ევროპა მიგვითითებს და რომელიც ჩვენ გვთხოვს. მაგრამ ახლა ნამდვილად გამოჩნდება, გადაიქცევა თუ არა ჩვენი დედოფალი კონკიათ. სავარაუდოდ, ხვალ, როდესაც გათენდება სამუშაო დღე, ორშაბათი, ჩვენ ვიხირავთ მორიგ აბდაუბდას ქართული ოცნების მხრიდან. სადაც ის უნიათობა, ის რაც ხდება ჩვენ საზღვრებზე, ის რაც ხდება კორუფციასთან მიმართებაში, ის რაც ხდება ქალებთან ძალადობასთან მიმართებაში, ეს ყველა თემები არის წამოწეული ევროკომისიის კითხვებში. ეს ყველაფერი დაბრალდება deep states. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, მიუღებელია და გასაბრაზებელია. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი კამპანიის ფარგლებში დავიცვათ უვიზო მიმოსვლა, რომელსაც მთელი ზაფხულია ვაწარმოებ. მე დავადგინე, რომ შემდეგი კალენდარის მიხედვით მოხდება ამ საკითხის განხილვა. იმის დამიხედვით, თუ როგორი წერილი იქნება საქართველოსდან, შემდეგი შეკრება მოხდება ევროკომისიისა და ეს შეკრება მოხდება სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს და იქ განიხილება მორიგი ყოველწლიური ფორმატით შეუწყდეს თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლა. შესაბამისად, ამის შემდეგ პროცედურების ფორმალიზებას უკვე ძალაში შესვლას კიდევ ალბათ რაღაც დრო დაჭირდება. მაგრამ ყველა შემთხვევაში წინასწარი ნიშნები, რა მოხდება და საით მიდის ეს პროცესი, ჩვენ გვეცოდინება და მე ყველაფერს ვაკეთებ აქამდე არაერთი შეხვედრაც მქონდა, მათ შორის იმ პრობლემურ სახელმწიფოებთან, უნგრეთთან, სლოვაკეთთან ჯერჯერობით ვერ მივაღწია შეხვედრა სლოვაკეთის ელჩთან, რომ მეთქვა, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ პირად სანქციებს კორუმპირებულ ოცნებელებზე და რა თქმა უნდა თავიდან უნდა ავირიდოთ უვიზო მიმოსვლის გაუქმება. მაგრამ ყველა შემთხვევაში, თუ ეს შედეგი დადგა, თუ ჩვენ კიდევ უფრო გავღარიბდით ამით, თუ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო შეგვეშალა ხელი, კიდევ უფრო გაგვირთულდა ცხოვრება, გაგვირთულდა შრომა, გაგვირთულდა ჯანდაცვა, გაგვირთულდა განათლება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპაში, მაშინ ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზულ რისხვას და გაბრაზებას იმსახურებს. იმ ადამიანების, იმ ერთი მუჭა ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ კომფორტში ჩაძირულები, აი ამას, ამ კომფორტს წირავენ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას. პირველ რიგში ეს არის მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა ეგრეთ წოდებული მინისტრი, მაგრამ და რაც მთავარი ამ ყველაფრის მოთავე და ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ბიძინა ივანიშვილი.